ფასიანი სანომრე ნიშნების გარეშე, თუმცა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების ავტომობილები მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას მოემსახურება. 6 ახალი ავტომანქანა ხულოს, შუახევსა და ქედას უკვე გადაეცა. წლის ბოლომდე ქალაქის სამსახურის ავტოპარკი დამატებით 80, ხოლო მთიანი რაიონების მაღალი გამავლობის 100 მანქანით განახლდება. ეს ერთი შეხედვით მანქანების სასაფლაოდ ქცეული ტერიტორია შუახევის სასწრაფო დახმარების ავტოპარკია. დაჟანგული და საბურავების გარეშე დარჩენილი სამედიცინო ტრანსპორტი საკუთარ დანიშნულებას სრულად დიდი ხანია ვეღარ ასრულებს. ყოფილა შემთხვევა პაციენტთა მინავალი გაფრთხილებულა მანქანა სამაშველე გამოგვიძახია. სადაგა შეგვიგეთებია. შუახეველებს ხვალიდან სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები მოემსახურება. აღჭურვილი არის თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით, გააჩნია როგორც ჟანგბადით სარგებლობა, ასევე აღნიშნული ავტომანქანები აღჭურვილი არის კარდიოგრაფით და დეფიბრილატორით, რაც აუცილებელი არის პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაღალი გამავლობის Volkswagen-ის მარკის სამედიცინო ტრანსპორტი ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებსაც გადაეცა. მაღალმთიანი რაიონების სასწრაფო დახმარების ავტოპარკებს ჯამში 6 ახალი მანქანა შეემატა. ეს არის მაღალი კლასის ავტომობილი, მაღალი გამოვლობით მთისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ავტომობილებს სასწრაფო დახმარების სამსახურების აღჭურვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას. პირველად ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დავით სერგეენკო სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლებას ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გეგმავს. ეს არის მეორე ეტაპი 38 ახალი მანქანა, რომელიც დასავლეთ საქართველოში გადანაწილდება. მისი დიდი ნაწილი ეს უკვე არის მაღალი გამოვლობის, შესაბამისად მაღალმთიან რეგიონებში აღარ შეექმნებათ გადაადგილების პრობლემა. სასწრაფო დახმარების ავტომანქანები დღეს აჭარასთან ერთად გურიას, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებსაც გადაეცა. ახალმა სამედიცინო ტრანსპორტმა გეზის სხვადასხვა მონაცვლეებით ქუთაისიდან აიღო.